კანზე დაზიანება როა ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ის სოკოა და წამალი წაივსი სოკოსი და გიშველის იმისთვის რომ სოკოს წამალ მაუშველოს უნდა იყოს მართლა სოკო და უნდა ვიცოდეთ ცნობა როგორია სოკო და ამაზე ვისაუბრებთ ტოპ 5 ყველაზე ხშირი კანის სოკოვანი დაავადება რომელიც რეალურად მარტივად იკურნება თუ არა და ძალიან შემაწუხებელია ყველაზე ხშირი არის ათლეტის ფეხს ეძახიან იგივე ტინია პედის ქვია ინგლისურად ფეხზე სოკო ახლა ფეხზე სოკო არ უნდა აურიოთ ონიკომიკოსში რომელიც არის ფრჩხილზე სოკო ფრჩხილის სოკოზე არ ვამბობ ამ შემთხვევაში თუმცა ისიც ძალიან ხშირია და ფეხის სოკო არის ხოლმე რომ ანუ სიწითლე მეოთხე მეხუთე თითებს შორის ფეხზე კანის აკერცვლა ქავილი სიწითლე ცოტა შეშუპება შეიძლება შემაწუხებელია გავრცელდეს შეიძლება ეს დაზიანება ფეხის გულებზე ფეხის გულების გაშქელებაც და დასკდომაც შეიძლება იყოს სოკოს გამო და სოკოს მკურნალობა მაგ დროს აუცილებელია რადგან შეიძლება კანში შეიჭრას ინფექცია მეორადი ბაქტერიული ინფექცია და განვითარდეს ცელულიტი რომელიც სერიოზული მდგომარეობაა მასას უყურადღებას არ მივაქცევთ მე შეიძლება ბოლოს სეფსისიც განვითარდეს ამიტომ სოკოს მკურნალობა ჭირდება ვის ემართება სოკო ყველაზე ხშირად ფეხის სოკო განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვისაც დახურული ფეხსაცმელები აცვიათ ვინც საერთო საჯარო სივრცეებში ბანაობენ მაგალითად აი საერთო შხაპები რო არის სპორტ დარბაზებში ან აუზებში და ასეთ ადგილებში ადვილად გადადის ძალიან ფეხში შველა რომ გაიარო იქ შეიძლება სოკო მიიღო სოკო სხვა ადამიანისგან რომელმაც ასევე ფეხში შველა გაიარა დახურული ფეხსაცმელი ოფლიანობა სითბო ნესტი ესენი უწყობს ხელს სოკოს განვითარებას ძალიან ხშირია პოპულაციის 10%-ს აქვს კარგი ამბავი ის არის რომ მისი მკურნალობა შესაძლებელია და რითი ხდება მკურნალობა? მკურნალობა ხდება სოკოს საწინააღმდეგო წამლებით აზოლებს ეძახიან კრემებია, მაგალითად მიკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, კეტოკონაზოლი, ეკონაზოლი, ყველა ეგენი არის სოკოს საწინააღმდეგო კრემები და დაახლოებით 2-4 კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ მიიღება, როგორც წესი განკურნებადია და განკურნება არის სრული, თუმცა ნებისმიერ დროს ისევ შეიძლება დაემართოს ადამიანს, ამიტომ რაც შეიძლება მშრალად უნდა შეინახოს ადამიანმა ფეხი, ან კარგად გაიმშრალოს, რო სუნთქავს ესეთი ფეხსაცმელი უნდა ატაროს და თუ კი უწევს ბანაობა და ყოფნა ისეთ ადგილებში, სადაც სხვებიც დადიან ფეხში შველები, მაშინ კარგი იქნება რომ ამ ფლოსტები არ ამის აუზის ფეხსაცმელები, ამოსაცმელები რო ესე ჩაიცვას ატაროს ადამიანმა. მეორე ყველაზე ხშირი სოკოვანი ინფექცია არის ტინია კრურის, ესე ქვია და ეს არის სოკო საზარდულის მიდამოში რაც ვითარდება, რომ წარმოიდგინოთ, ანუ საზარდული ბარძაყების გარშემო ეს წითლად შემოხაზულად, რომ იყოს ეს სოკოვანი ინფექცია, კანის სიწითლეს იწვევს საზღვრები, ანუ სადაც ნორმალური კანი იწყება დაზიანების საზღვარი ამოწეულია, შედარებით ამბურცულია. და ამ სოკოსაც დერმატოფიტები იწვევენ, იმ სოკოსაც, ფეხის სოკოსაც დერმატოფიტები იწვევენ და ადამიანებს განსაკუთრებით კაცებს ემართებათ, რომელსაც დახურული ტანსაცმელი აცვიათ, საცვლები მაგალითად სინთეტიკურები, უმეტესად კაცებს, თორე ქალებსაც შეიძლება დაემართოთ, უფრო ხშირი სპორტსმენებშია მაგალითად და შეიძლება ქრონიკულადაც დაემართოთ თუ არ შეწყვიტავენ ამ გარემო ფაქტორებს თუ არ გაიუმჯობესებენ, რა თქმა უნდა, ამიტომ ისეთი საცვლები უნდა ეცვას ადამიანს, რომელიც სუნთქავს, მაქსიმალურად მშრალად უნდა შეინახოს კანი, რამდენადაც შესაძლებელია და აქაც გამოიყენება აზოლები, ეს მიკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, ტერბინაფინი გამოიყენება ასევე, ეგეც ეფექტურია. ზედა შემთხვევაში ეფექტურია ტერბინაფინი და ტერბინაფინი უფრო ცოტა ხნით გამოიყენება ხოლმე 1-2 კვირა მაგალითად და ეს აზოლები, კლოტრიმაზოლი და ეგენი დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში. მესამე სოკოვანი დაავადება არის
tinea corporis ესე ქვია რა არის ეს აი რო ავიღოთ მაგალითად გეგონება ბეჭედი დაადეს კანზეო რა ადამიანს აი ესეთია წითლად საზღვრები გამოკვეთილია წითელი რგოლი და შიგნით ჩვეულებრივი კანია ხო ეს წითელი რგოლი შეიძლება იქერცლებოდეს ეკავებოდეს და განსხვავებულია მნიშვნელოვნად ჩვეულებრივი კანისგან ანუ მნიშვნელოვნად განსხვავდება რომ დახედავ აი ხვდები რა რომ რგოლია აქ და შიგნით ჩვეულებრივია ეგეც სოკოვანი ინფექცია ეს სოკოვანი ინფექცია ყველა კონტაქტით გადადის ან საგნების გაშიარებით გადადის როცა იზიარებენ ადამიანები ეს და იგივე მithumetes ჰიგიენურ საგნებს პირსახოცებს და პირადი მოხმარების ნივთებს და ერთ გარემოში უწევთ ცხოვრება შესაბამისად ჰიგიენის დაცვას და პირადი ნივთების იზოლირებულად ქონას დიდი მნიშვნელობა აქვს მან ეგ უფრო ბავშვებს ემართებათ ეს რგოლოვანი სოკოვანი ინფექცია შეიძლება გავდეს სხვა დაავადებებსაც კანის სხვა დაავადებებს ანუ ეს რგოლი თუა ეგ არ ნიშნავს რომ მაინც tinea corporis აქვს ადამიანს ეძახიან ხოლმე კანის ჭიებსაც მაგას ოღონდ ეს ჭიებთან არაფერი საერთო არ აქვს სინამდვილეში უბრალოდ რაღაცნაირად სიმრგვალე ჭიას გავს და ეგ ასოციაციურად შეიძლება თორე ისე ანუ ჭია არაფერ შუაში არ არის უბრალოდ ის არის სოკოვანი ინფექცია ეს tinea corporis შეიძლება გავდეს სხვა დაავადებებსაც და არ უნდა აგვერიოს იმიტომ რომ იმათ სხვანაირი მკურნალობა აქვს ანუ რასაც მრგვალს დაინახავთ ყველაფერი tinea corporis არ არის ეგ უნდა ვიცოდეთ მაგალითად ნუმულარულ ეგზემას შეიძლება გავდეს იმ როგორ გავარჩიოთ იმით რომ ეს ეგზემის შემთხვევაში საზღვრები უფრო არ არის მკვეთრი აი ამ შემთხვევაში tinea corporis შემთხვევაში საზღვრები მკვეთრი აი პირდაპირ რგოლია მოკლედ გამოკვეთილი შიგნიდან ნორმალური კანით და ნუმულარული ეგზემის შემთხვევაში კიდე არ არის ესეთი მკვეთრი საზღვრები შეიძლება იყოს ფსორიაზის შემთხვევაში კანი გასქელებული აქერცლილი ვერცხლისფერი ქერცლია ესე შეიძლება ვიცნოთ და ანულარული გრანულომა შეიძლება იყოს ეგეც კანის დაზიანება რომელსაც ეს აქერცლა და ქავილი არ ახასიათებს რომელიც ამ tinea corporis ახასიათებს მოკლედ აქაც მკურნალობა გვაქვს სოკოს საწინააღმდეგო წამლები ეს აზოლები ან ტერბინაფინი პროგნოზი აქაც კარგია მოკლედ განიკურნება ადამიანი და არ არის დიდი პრობლემა შემდეგი სოკოვანი ინფექცია არის tinea capitis თავის სკალპს ეხება ეგ ანუ და თმის ცვენასაც იწვევს თმებსაც აზიანებს კანსაც აზიანებს და მოკლედ კანის სოკოვანი ინფექცია რომელიც თავზე გვხვდება სკალპზე გვხვდება მაგასაც ჭირდება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები მაგალითად ტერბინაფინი on დასალევად ხშირად დასალევს იყენებენ ხოლმე ფლუკონაზოლი ინტრაკონაზოლი და მაგასაც კარგი პროგნოზი აქვს მოკლედ ნუ არ უნდა აგვერიოს სხვა დაავადებებში მაგალითად ალოპეცია არეატა რო არის რომ აი ადგილ-ადგილ აქვს ადამიანს ან ერთ ადგილზე აქვს ამოცვენილი თმა ალოპეცია არეატა სხვანაირია მაგალითად მაგას აი ეს ქერცლის წარმოქმნა არ ახასიათებს ქავილი ესეთი არ ახასიათებს კანის დაზიანება არ ახასიათებს თმების დაზიანება არ ახასიათებს რაც აქ არის მაგალითად შეიძლება იყოს სებორეული დერმატიტი ამ ფსორიაზი შეიძლება იყოს ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომ სხვა დაავადებებთან გავარჩიოთ მოკლედ ეს კურნალობით შესაძლებელია ასევე ვისაც მაგათ თუ ოჯახში ერთ ადამიანს აქვს ეგ სხვა ადამიანებმაც სოკოს საწინააღმდეგო შამპონები მიიღონ თავი დაიბანონ პროფილაქტიკის მიზნით მეხუთე არის პიტირიაზი ნაირფერი პიტირიაზი ესე ქვია და ეს პიტირიაზი არის ანუ კანის დაზიანებები ალაგ-ალაგ რომელიც შეიძლება იყოს კანთან მიმართებაში ღია ფერიც ან კანთან მიმართებაში მუქი ფერიც გააჩნია როგორი ფერის კანი აქვს ადამიანს
და რუმზის რუჯი აქვს თუ არა მაგალითად არ ირუჯება ადვილად ის ადგილები სადაც ეს პიტერიაზი ვითარდება და რაღაც კოპლებისავით აქვს ისეთი რომელიც სხვა კანი მაგალითად გარუჯულია და ის ადგილები არა უმეტესად ახალგაზრდებში ვითარდება ესე სხეულის ზედა ტორსზე, ზედა ნაწილზე, სხეულის კისერი, გულმკერდის მიდამოში, მკლავებზე შეიძლება იყოს. არაფერი შეიძლება მსუბუქი ქავილი ახასიათებს, მაგრამ რაღაც ისეთი განსაკუთრებული მძიმე სიმპტომები არ ახასიათებს. იწვევს მალაცეზია, ესე ქვია. ეგეთი სოკოა, ოღონდ ეგ ვერ არის გადამდები, იმიტომ რომ არ არის გადამდები იმიტომ რომ კანის ნორმალური ფლორის შემადგენლობაში შედის ის და ისე შეიძლება გააქტიურდეს ვერ მიხვდები რატო რა არის ძირითადი მიზეზი მაგრამ ძირითადად ახალგაზრდებში ძირითადად თბილ ტენიან ამინდებში აქტიურდება ეგ სოკოს საწინააღმდეგო კრემებია ისევ გამოსავალი ისევ აზოლები შეიძლება შამპუნი სოკოს საწინააღმდეგო შამპუნს რო შეიცავს კეტოკონაზოლის შამპუნი ან კრემები ან შეიძლება ასევე სელენიუმის სულფიდი კრემების სახით წაისვას ადამიანმა ეგეც შველის შეიძლება ისევ დაბრუნდეს ანუ ის არ არის რა ქვია რომ აუცილებლად ბოლომდე მოირჩეს აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა ძირითადები ამოწურეთ ძირითადი სოკოები რაც ხვდა კიდე არის რაღაცები მაგრამ ყველაზე ხშირები არის ეს 5 მადლობა რომ მისმენთ მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ ან გამოწერეთ არხი ან გააშიარეთ ან დააკომენტარეთ რომ YouTube-ის ალგორითმი მიხვდეს რომ ანუ საინტერესოა ეს კონტენტი და მეტ ადამიანს აჩვენოს ეგ მნიშვნელოვანია რადგან ეს იქნება თქვენი გამოხატულება რეალურად ჩემი არხის მიმართ და სოლიდარობის და ასევე სამედიცინო ინფორმაციის გავრცელებას დაეხმარებით რაც მეტი ადამიანი ნახავს რეალურად მით მეტად იქნება ჩვენი საქმე უკეთესად აი მაგაზე ვფიქრობდი ზუსტად რომ ესე იგი გუშინ მქონდა ვიდეოში ეგ რომ იგივე მაღალი წნევა ადამიანებს ხოცავს 9 მილიონ ადამიანზე მეტს წლის განმავლობაში და ეგ არის კომბინირებულად რო ავიღოთ თქვა ომები რაც ხდება და ჰომოციდები ადამიანს რამდენსაც კლავენ კრიმინალები წლის განმავლობაში 20 ჯერ მეტია ანუ მაღალი წნევით 20 ჯერ მეტი ადამიანი კვდება ვიდრე კრიმინალებით და ომებით ერთად შესაბამისად ანუ ჯანმრთელობა და ეს მაღალი წნევა ერთ-ერთი დაავადება მხოლოდ არა ერთადერთი არამედ 6000-ზე მეტი დაავადება არსებობს და ახლა რომ წარმოიდგინოთ რამდენი მნიშვნელოვანია გასაგებია რომ 6000 დაავადებას ადამიანი თავზე ვერ აიცილებს მაგრამ ყველაზე ხშირები ხო შეიძლება აიცილოს ისი აცილებად შესაძლებელია და ამიტომ რეალურად ძალიან დიდი საქმეა ის რომ თქვა მედიცინის განვითარება თუნდაც თქვენ რაღაცით ცოტა მაინც ხელი შეუწყოთ მეც რაღაცით ცოტა მაინც ხელი შევუწყობ და ერთად რაღაცა გამოვა მადლობა რომ მისმენთ მადლობა რომ გაინტერესებთ